ლილე ვარ. ხომ იცანით? გამარჯობა. მე არასოდეს არ მოვიწყდება გამარჯობა. გამარჯობათ ხალხო, როგორ ხარ? 3 სექტემბერს, ეხლა 3 სექტემბერს არის ჩემი დაბადების დღე. რამდენიმე დღეში, 8 დღეში არის ჩემი დაბადები. ამისთვის ჩემთან რამდენი ბავშვი მოდის? ამას მე გაიგებთ. ბავშვებო, 3 სექტემბერს არის ჩემი დაბადების დღე, მაგრამ გეტყვით, სხვა ადგილას რომ აღმოჩნდები, რამდენი ბავშვი მოდის. ამისთვის ხალხო, არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა და არც TikTok-ზე ფოლოვება არ დაგავიწყდეთ. მაგრამ ყოველთვის მახსოვს, ჩემი ლაპარაკი შევაცდინე, მაგრამ გათამაშების წესები ხომ არ დაგვიწყდებიათ, ბავშვებო? თუ დაგავიწყდა, ამისთვის გაგახსენებთ. ყველას ძალიან აინტერესებს მარტო თავისი დაბადების დღე აინტერესებსო. ბავშვებო, როგორ მაინტერესებს ჩემი დაბადების დღე მარტო? მე ხო თქვენ გიკითხავთ. ხო გიკითხავთ ხალხო, როგორ ხართ? გამარჯობათ. ამისთვის მე არ ვიცი თქვენი დაბადების დღე როდის არის, მაგრამ ჩემი დაბადების დღე სრულიად მახსოვს. ამისთვის ბავშვებო, გამოწერა დაგავიწყდეთ. ამისთვის მეგობრებო, გაგახსენეთ გათამაშების წესებს. გათამაშების წესები ასეთია. პირველ რიგში ხო უნდა დაგვაფოლოვო და გამოგვიწერო YouTube გვერდზე, Instagram გვერდზე და TikTok გვერდზე. ამისთვის არ გჭირდებათ რომ გაიმეოროთ ჩემი ვიდეო, რომელიც მიდევს. ამისთვის უყურე ეხლა ახალდადებულ ვიდეოს. ამისთვის ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მე შემაძლევ ძალიან ბევრ мотивაციას. ამისთვის ვათამაშებ ძალიან ბევრ რაღაცას. ამისთვის ხომ გახსოვს რა უნდა გავათამაშო? ამისთვის ვათამაშებ წინა ვიდეოში ყვითელ ჩანთას. ყვითელი ჩანთა, რომელიც გაჩვენეთ, მაგს ვათამაშებ. და კიდე ფერად ჩანთას. ფერადი ჩანთა არის, რომელიც ახლა არ მაქვს, უნდა ვიყიდო და აუცილებლად ვიყიდი. ამისთვის თქვენ ძალიან მიყვარხართ, თუ გამომიწერთ, მაშინ ძალიან ბევრ мотивაციას მომცემ. ხალხო, გახსოვთ? წინათ სადღაც ვიჯექი. მათ რაღაცა შევაცდინე ჩემი საუბრის ხმა. ამისთვის მოდი გავაგრძელოთ. 3 სექტემბერს ზუსტად ჩემი დაბადების დღე არის. მაგრამ ამისთვის მინდა ვაგკითხოთ რაღაცა. 3 სექტემბერს როდესაც ჩემი დაბადების დღე იქნება, რომელიც ძალიან მინდა რომ მომილოცოთ, თქვენთან ერთად მომილოცოთ ერთმანეთის დაბადების დღე. ამისთვის მე ძალიან გამეხარდება თუ გამომიგდეთ, ეს არის ჩემი დაბადების დღის საჩუქარი. ამისთვის ხოლმე მინდა მიუთუბერი გავხდე, ამისთვის დღეს კიდე რისი გათამაშება მინდოდა. ამას ნახავთ. ძალიან საინტერესოა, რომ ეკითხებით, ლილე რას ათამაშებ? ვათამაშებ ეგეთ კასას. ხალხო, ეს არის სპილო, რომელიც კიდე ეს მაქვს, რომელიც ეს არის თავისი შვილის სპლიყვი. სპლიყვს არ ვათამაშებ, მაგრამ ვათამაშებ დედა სპილოს. დედა სპილო ეგეთია. აქ ძალიან მრგვალი ჩაზადები რაღაცები აქვს. აქ შეგიძლიათ ჩადო ფული, ყურდები, რაღაცები, მაგრამ ეს არის კასა. არ არის საიდუმლო რაღაცების შესანახი. ეს არის ბავშვების კასა. თამაშდება კასა. წეღან გათამაშება რომ იმას წესებს არ გეუბნებით, მაგრამ ამ წესებს აუცილებლად გაიგებთ. ხალხო, ამისთვის გათამაშების წესები ეგეთია. 3 სექტემბერს უნდა გამომიწერო და უნდა მომილოცოთ დაბადების დღე. ამისთვის კიდევ ეს არის გათამაშება, რომელიც ეს კაცი უნდა გავათამაშოთ. შენ სამეგობარს უნდა მიწერო ეგეთი რამ, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ. ოღონდ მე შენ არ გეუბნები. უბრალოდ მიწერე შენ სამეგობარს, რომელიც ახლა მე თქვენ მიყურებ, სამ მეგობარს მიწერეთ ეგეთი რაღაცები. ამისთვის თქვენც თუ გამომიწერთ, მე ძალიან ბევრ мотивაციას მოვწევ და შეიძლება საერთოდ ბასეინი გავათამაშო. არ მოგესმათ, შეიძლება გავათამაშო აუზიც. ამისთვის შეიძლება ეხლა სადაც მოგესალმე, დაგემშვიდობოთ.
ცემლებს მიწვიდმა, რადგან ეხლა რა გეფშვიდობთ. აბა, კარგად მე ძალიან ბევრჯერ გითხარით, რომ გამოწერა, დალაიქება და კომენტარით საყვარელი ემოჯებით ძალიან დიდ მოტივაციას მარძლევს, მაგრამ წინა ვიდეოში ხო თქვი, რომ შეიძლება აუზე კიდე გავათამაშო. ამისთვის კარგად მიყვარხართ თუ გამოიწერთ. თუ არ მიყვარხართ, თუ არც გამოიწერთ, მაინც მიყვარხართ. აბა, კარგად გემშვიდობებთ ამისთვის, თუ გამოიწერთ ძალიან ბევრი მოტივაციას მარძლევ. ამისთვის შეიძლება ბასეინი კიდე გავათამაშო. ბავშვებო, სანამ ბასეინს გავათამაშებდით, შეიძლება ეხლა გაჩვენოთ რომელ ბასეინს ვათამაშებ. ხალხმა არ გაჩვენეთ, მაგრამ ეს სიურპრიზია. აბა, კარგად.